გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრის ძმების არხზე, მე ვარ კოტე. მე ვარ დავითი, დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც აწუხებს უმეტესობა ბავშვებს და ასევე მშობლებს და ყველა ოჯახში არის ეს პრობლემა. ეს პრობლემა არის ძილი. ძილის წინ ჩხუბებიდან დაწყებული დილის ნერვიულობით დამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის და ჩვენ ამ ვიდეოში აგიხსნით თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ შეგიძლიათ ძილი გამოასწოროთ. ერთ-ერთი საინტერესო კითხვა არის, რამდენი საათი უნდა ეძინოს თქვენ შვილს. მოდით ჩამოვთვალოთ ასაკობრივი ნორმები. შვილებს უნდა ეძინოთ დაახლოებით 16-დან 12 საათამდე. პატარებს უკვე რომლებიც არიან ბაჯბაჯობის ასაკში უნდა ეძინოთ 11-დან 14 საათამდე. უკვე საბავშვო ბაღის ასაკს, რასაც ვეძახით, უნდა ეძინოთ ბავშვებს ამ დროს 10-დან 13 საათამდე. სასკოლო ასაკში კი ბავშვებს უნდა ეძინოთ დაახლოებით 9-დან 12 საათამდე. მოზარდებს კი რაც შეეხება, მათ უნდა ეძინოთ მინიმუმ 8 საათი და მაქსიმუმ 10 საათი. კი, და დაიმახსოვრეთ, რომ ის რომ ბავშვი არანაირ დაღლილობის ნიშანს არ გამოხატავს, არნიშნავს იმას, რომ კარგად არის გამოძინებული, ქრონიკული ძილის დარღვევის დროს შეიძლება ეს ყველაფერი აკუმულირდეს და ერთიანად გამოიხატოს, ან გამოვლინდეს ისეთი ქცევით, როგორც არის აგზნება, გაღიზიანებადობა და ასე შემდგომ. მოდით ვილაპარაკოთ ჯანსაღ ძილზე. აი ჩვენი მთავარი რეკომენდაციები კარგი ძილისთვის. პირველი, დააწესეთ რეგულარული ძილის დრო და რუტინა. მეორე, გაღვიძების და დაწოლის დრო უნდა იყოს ერთი და იგივე, შაბათ კვირასაც კი. მესამე, დაწოლამდე 1 საათით ადრე მოარიდეთ ბავშვი ეკრანებს, ხმაურს და ისეთ აქტივობებს, რომელიც დამატებით აგზნებას იწვევს. ეკრანები ოთახიდან აუცილებლად გაიტანეთ. მეოთხე, შესთავაზეთ მსუბუქი წასახემსებელი ძილის წინ, მაგრამ არა მძიმე საკვები. მეხუთე, მოარიდეთ კოფეინს, მოარიდეთ შოკოლადს, გაზიან სასმელებს, ყავას და ჩაის. მეექვსე, წაახალისეთ ფიზიკური თამაშები, აქტივობები დღის განმავლობაში. მეშვიდე, საძინებელი ოთახი უნდა იყოს წყნარი, ბნელი და გრილი. ოთახში უნდა იყოს დაახლოებით 20 გრადუსი. მერვე, არ გამოიყენოთ ოთახი დასჯისთვის და ასევე მიაქციეთ ყურადღება მე-9 პუნქტს, რომელიც მოიცავს იმას, რომ საძინებელ ოთახში არ უნდა იყოს არანაირი ეკრანი, არც ტელევიზორი, ლეპტოპი, კომპიუტერი და ასე შემდგომ. როდესაც ბავშვის ძილთან დაკავშირებული პრობლემები გვხვდება, პირველ რიგში ვკითხულობთ, რა არის მთავარი პრობლემა და დავითი ჩამოგვითხვის ახლა ძირითად ასპექტებს, რომელიც უნდა გავარკვიოთ. ძირითადად არის 4 კატეგორია. პირველი არის ძნელად ჩაძინება და ძილის შენარჩუნების პრობლემები, შემდეგ ძილიანობა დღის განმავლობაში და ხრინვა ან ხმაურიანი სუნთქვა. ასევე უეცარი მოძრაობები და ქცევები ძილის დროს. დავითმა რაც ჩამოთვალა გაერთიანებულია BR screening-ის აკრონიმში და ამით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ დაძინების სირთულეები, ჭარბი ძილიანობა, დილით არის თუ არა დღის განმავლობაში, ღამის გაღვიძებები აწუხებს თუ არა ბავშვს, ძილის ხანგრძლივობა და რეგულარობა როგორია და ძილში არის თუ არა რაიმე სუნთქვის პრობლემა. ასევე უნდა გამოვიკითხოთ სამედიცინო ისტორიაც, უნდა ვიკითხოთ აქვს თუ არა ბავშვს რეფლუქსი, ADHD, რკინის დეფიციტი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს ძილზე. კი, ჩვენ ვამოწმებთ ასევე იღებს თუ არა ბავშვი რომელიმე კონკრეტულ მედიკამენტს, მათ შორის სტიმულანტებს ან დამამშვიდებლებს და ვსწავლობთ აქვს თუ არა ბავშვს ფოთვა, დეპრესია და არის თუ არა ოჯახური სტრესი, განპირობებული ძილის დარღვევა. ძილის შეფასებისთვის შეიძლება მშობლებს ვთხოვოთ, რომ ორკვირიანი ძილის დღიური აწარმოონ, სადაც ეწერება დაძინების დრო, ხანგრძლივობა ძილის, ღამის გაღვიძების დრო, ადგომის დრო და ასე შემდეგ. სხვა ინსტრუმენტებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორიცაა პედიატრიული ძილის კითხვარი ან ღამის ძილის ვიდეოს ჩანაწერები, რომელიც სპეციალური კამერით შეიძლება ჩაიწეროს მშობელმა. ფიზიკური გასინჯვის დროს შეიძლება მოვძებნოთ ისეთი ნიშნები, როგორც არის პირით სუნთქვა, გადიდებული ტონზილები, ზრდის შეფერხება ან ქცევითი ნიშნები, როგორც არის გაღიზიანებადობა ან ჰიპერაქტიულობა. ძილის დროს ასევე გვაინტერესებს დარღვევა გამოწვეული არის რომელი პრობლემით. პრობლემა არის ქცევითი, სამედიცინო თუ გარემო ფაქტორებით განპირობებული. ქცევითი ინსომნია ხშირად უკავშირდება ცუდ რუტინას და საეკრანო დროს. ობსტრუქციული ძილის აპნოე შეიძლება გამოვლინდეს ხრინვით და ADHD-ის მსგავსი სიმპტომებით, რომელიც სამედიცინო პრობლემაა. მოუსვენარი ფეხის სინდრომი და პარასომნიები, როგორიცაა სიზმარში, სიარული და
სხვადასხვა მოქმედებები ასევე შეიძლება გამოვლინდეს ძილში და ესეც ჩვენთვის საინტერესო არის. რა არ უნდა დაგვავიწყდეს ნარკოლეპსია მოზარდებში, ხშირად არ ხდება და საერთოდ შეიძლება არც იყოს დიაგნოსტირებული ეს პრობლემა და მას შეუძლია სერიოზულად დააზიანოს ბავშვის აკადემიური მოსწრება. ჩვენ გვაქვს 5 ძილის რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ. პირველი, დაწოლის წინ შექმნით 7 გარემო, თბილი აბაზანა, ძილისწინა სიმღერები შეიძლება იყოს გამოსადეგი. მეორე, არ დაუშვათ, რომ ბავშვმა მშობლის გვერდით დაიძინოს. მესამე, საეკრანო დრო ამოიღეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. მეოთხე, არანაირი კოფეინი შუა დღის შემდგომ არ ჩართოთ საკვებ რაციონში. მეხუთე, აუცილებლად შეაქეთ ბავშვი, როდესაც დამოუკიდებლად დაიძინებს, ეს აძლიერებს თვითშეფასების უნარს და გააუმჯობესებს ძილის რუტინას. ძილი მხოლოდ დასვენება არ არის, ეს არის ჯანსაღის დის, სწავლისა და ქცევის საფუძველი. თუ ბავშვს ძილი მაინც არ გაუმჯობესდება, იმის მიუხედავად რა რჩევებიც ჩვენ მოგეცით, მიმართეთ პედიატრს ან ძილის სპეციალისტს და აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ დააიგნოროთ ხრინვა. გმადლობთ ყურებისთვის, თუ დაგაინტერესათ ამ ვიდეომ, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. დროებით.